დღეს ვივარჯიშებთ ალდეჰიდებისა და კეტონების ნომენკლატურაზე. დავიწყოთ ალდეჰიდებით. ჯერ მოდი გაგახსენებთ ალდეჰიდების სტრუქტურას. გვაქვს კარბონილის ჯგუფი, ანუ ნახშირბადი დაკავშირებული ორმაგი ბმით ჟანგბადთან, ხოლო ამ ნახშირბადთან კი ერთი მხრიდან არის დაკავშირებული ერთ ჯგუფი, ანუ ალკილის ჯგუფი, მეორე მხრიდან კი დაკავშირებულია წყალბადი. გამოდის, რომ ალდეჰიდი ყოველთვის არის მოლეკულის თავში ან ბოლოში, რადგან მხოლოდ ერთ ალკილის ჯგუფთან არის დაკავშირებული, მეორე მხრიდან კი წყალბადთან. მოდი ახლა ნომენკლატურაზე გადავიდეთ. დავუშვათ, გვაქვს 4 ნახშირბადიანი ჯაჭვი და ამ 4 ნახშირბადიან ჯაჭვში ერთი მხარე დაბოლოებულია ალდეჰიდით. ვიცით, რომ ზოგადად 4 ნახშირბადიან ჯაჭვს უწოდებთ ბუტანს, ხოლო რადგან გვაქვს ალდეჰიდი, ალდეჰიდის სუფიქსი იქნება ალი, ხოლო ამის სახელწოდება კი გამოვა ბუტან-ალი. ალდეჰიდის მდგომარეობის დაკონკრეტება არ გვიწევს, რადგან ყოველთვის ან დანომბრვა იწყება ალდეჰიდიდან, აქ კი დავნომრე მარცხიდან მარჯვნივ, მაგრამ სინამდვილეში აიუპაკის დროს დანომბრვას დავიწყებდით ალდეჰიდიდან და რადგან ყოველთვის თავში გამოდის ჩვენი ალდეჰიდის ჯგუფი, აღარ ვაკონკრეტებთ მის მდებარეობას. მოდი გადავიდეთ შემდეგ სავარჯიშოებზე. დავუშვათ, გვაქვს ჩამნაცვლებელი ალდეჰიდთან ერთად. პირველ რიგში უნდა დავნომროთ ჩვენი ნახშირბადის ჯაჭვი, ისე რომ ალდეჰიდს გქონდეს ყველაზე დაბალი რიცხვი, ანუ უნდა დავიწყოთ ალდეჰიდიდან დანომრვა. გვექნება აქ პირველი ნახშირბადი, მაშინ აქ იქნება მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. ვხედავთ, რომ გვაქვს 5 ნახშირბადიანი ჯაჭვი, ანუ გვაქვს პენტანალი. ხოლო მეოთხე ნახშირბადზე კი გვაქვს ბრომი ჩამნაცვლებად, ანუ ეს გამოდის 4 ბრომ პენტანალი. პენტან მოდის 5 ნახშირბადიდან, ალი მოდის ალდეჰიდიდან, ხოლო ბრომი არის მეოთხე ნახშირბადზე ჩანაცვლებული ბრომიდან. მოდი შემდეგ მაგალითზე გადავიდეთ. დავიწყოთ ისევ კარბონილის ნახშირბადიდან ნათვლა. ეს იქნება პირველი ნახშირბადი, ეს მეორე, ეს კი მესამე. ხედავთ, რომ გვაქვს 3 ნახშირბადი, მაგრამ ეს არის ალკენი, ალკენს კი მეორე ნახშირბადზე ეწყება ორმაგი ბმა. ანუ ეს ჯაჭვი იქნება 2 პროპენ-ალი. პროპ მოდის იმ ფაქტიდან, რომ გვაქვს 3 ნახშირბადიანი ჯაჭვი, N მოდის იმ ფაქტიდან, რომ გვაქვს ორმაგი ბმა, ალი კი ალდეჰიდიდან. ასევე ხედავთ, რომ მესამე ნახშირბადზე გვაქვს ფენილის ჯგუფი. დაკავშირებული შესაბამისად ამის სრული სახელი იქნება 3 ფენილ 2 პროპენალი. კიდევ შეგვიძლია ეს სხვანაირად დავწეროთ, შეგვიძლია დავწეროთ ეს როგორც 3 ფენილ პროპენ პროპ 2 ენალი. ეს უფრო თანამედროვე ვერსიაა სახელწოდების დაწერის. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ვერსია უფრო მოსახერხებელია, რადგან შეიძლება რამდენიმე ალკენი ან ალკინის ჯგუფი გქონდეს ერთ მოლეკულაში. მაგრამ ამ შემთხვევაში ორივე საკმაოდ მარტივი დასაწერია, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს. მოდი გადავიდეთ ახლა ამ მოლეკულაზე, ეს ალბათ გეცნობათ წინა ვიდეოებიდან, ეს იმდენად გავრცელებული მოლეკულაა, რომ მას თავისი სახელი აქვს, ეს არის ბენზალდეჰიდი, რადგან გვაქვს ბენზოლთან დაკავშირებული ალდეჰიდის ჯგუფი. ამ სახელის გამოყენება კი შეგვიძლია, როდესაც უფრო მეტი ჩამნაცვლებელი გვაქვს ბენზოლთან დაკავშირებული. აქ გვაქვს ჩვენი ბენზალდეჰიდის ჯგუფი და თუ დავიწყებთ დანომრვას ალდეჰიდის ჯგუფიდან, ანუ იმ ნახშირბადიდან, რომელთანაც დაკავშირებულია ჩვენი COH-ი, მაშინ ამის სახელი გამოვა შემდეგნაირი. გვაქვს მესამე ნახშირბადზე მეთოქსის ჯგუფი ჩამნაცვლებლად და მეოთხე ნახშირბადზე ჰიდროქსის ჯგუფი ჩამნაცვლებლად. ანბანის მიხედვით ჯერ მეთოქსი იქნება, შემდგომ კი ჰიდროქსი, ამიტომ ამის სრული სახელი გამოვა 3 მეთოქსი, 4 ჰიდროქსი, ბენზალდეჰიდი. მოდი კიდევ 2 მაგალითი განვიხილოთ. ამ შემთხვევაში გვაქვს ციკლოჰექსანთან დაკავშირებული ალდეჰიდის ჯგუფი. ამას ბენზალდეჰიდს ვერ უწოდებთ, მაგრამ მას უწოდებთ ციკლოჰექსან კარბალდეჰიდი. რადგან ზოგადად ალდეჰიდის ჯგუფის დასახელება კარბალდეჰიდადაც მოიხსენიება. ჩამნაცვლებლად უბრალოდ. კარბალდეჰიდი არის უბრალოდ ერთ-ერთი სუფიქსი ალდეჰიდისთვის. და დაგვრჩა ბოლო მაგალითი, ამ შემთხვევაში გვაქვს 2 ალდეჰიდის ჯგუფი დაკავშირებული 5 ნახშირბადიან ჯაჭვთან. ანუ ეს არის დიალი და რადგან გვაქვს
პენტანის ჯაჭვი, ეს იქნება პენტანდიალი. D მოდის იმ ფაქტიდან, რომ გვაქვს ორი ჯგუფი, ალი კი ალდეჰიდის სუფიქსია. დაკონკრეტება 1-ის და 5-ის არ გვიწევს, რადგან დიალში უბრალოდ იმას გულისხმობთ, რომ ორივე ბოლო იქნება დაკავშირებული ალდეჰიდის ჯგუფით. სხვა გზა არ არსებობს ამ ალდეჰიდების დაკავშირების. მოდი ახლა გადავიდეთ კეტონებზე. პირველ რიგში გაგახსენებთ კეტონების სტრუქტურას, გვაქვს კარბონილის ჯგუფი, რომელთანაც ორივე მხრიდან არის დაკავშირებული ერთ ჯგუფი, ანუ ალკილის ჯგუფი. დავიწყოთ ისევ ბუტანის მაგალითით, ანუ 4 ნახშირბადიანი ჯაჭვის მაგალითით. თუ შევხედავთ ამ კეტონის მოლეკულას და დავნომრავთ, აღმოვაჩენთ, რომ მეორე ნახშირბადზე არის ჩვენი კარბონილის ჯგუფი, ანუ ეს იქნება 2 ბუტანონი. მაგრამ რადგან ბუტანონში მხოლოდ ერთი კეტონი შეიძლება იყოს, ანუ ერთი შესაძლო პოზიცია ამ კარბონილის ჯგუფის, უბრალოდ დავაწერთ ამას სახელს ბუტანონს. ბუტან მოდის იმ ფაქტიდან, რომ გვაქვს 4 ნახშირბადიანი ალკანი, ხოლო ონი მოდის კეტონის სუფიქსიდან. ანუ ეს გამოდის უბრალოდ ბუტანონი. კიდევ ერთი ვერსია ამ დასახელების შეგვიძლია შევხედოთ ამ კარბონილის ჯგუფის ჩამნაცვლებებს, ანუ შევხედოთ ერთ ჯგუფს და მეორე ჯგუფს, ანბანის მიხედვით დავწეროთ მათი სახელი და შემდგომ სუფიქსად მივუწეროთ კეტონი. ამ შემთხვევაში გვაქვს ეთილის ჯგუფი და მეთილის ჯგუფი, შესაბამისად ამის სახელი გამოვა ეთილ-მეთილ-კეტონი. მოდი გადავიდეთ შემდეგ მაგალითზე. ამ შემთხვევაში დავნომროთ მოდი ისევ ჩვენი ნახშირბადები, ისე რომ ყველაზე დაბალი რიცხვი გქონდეს კარბონილის ჯგუფის ნახშირბადს. ამ შემთხვევაში გამოდის მესამე ნახშირბადზე და გვაქვს ჰექსანი. ჰექსანში რამდენიმე პოზიციაზე შეიძლება იყოს ჩვენი კარბონილის ჯგუფი, შესაბამისად უნდა დავაკონკრეტოთ ამჯერად მისი მდებარეობა და ამის სახელი კი გამოვა 3 ჰექსანონი. ასევე შეგვიძლია ჩამნაცვლებებით დავარქვათ მას სახელი, ამ შემთხვევაში აქ გვაქვს პროპილის ჯგუფი, აქ კი ეთილის ჯგუფი, ამიტომ ამის სახელი გამოვა ეთილ-პროპილ-კეტონი. ასევე შეგვიძლია ეს სახელი სხვანაირად დავწეროთ, როგორც გახსოვთ, შეგვიძლია ეს სამიანი სახელში შევიტანოთ და ჰექსან 3-ონი დავარქვათ. როგორც ხედავთ, გვაქვს 3 სხვადასხვა სახელი ერთი მოლეკულისთვის, სამივე სწორია. კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ. მოდი დავნომრავ ნახშირბადებს, ისე რომ ჩვენს კეტონის ჯგუფს გქონდეს ყველაზე დაბალი რიცხვი. ამ შემთხვევაში მეორე ნახშირბადზე გვექნება ჩვენი კარბონილის ჯგუფი, ხოლო მეოთხე ნახშირბადზე ვხედავთ, რომ გვაქვს ორმაგი ბმა, ანუ ეს არის ციკლოჰექსენი. უბრალოდ ჰექსენი. ამიტომ ამის სახელი გამოვა ჰექსენონი. კერძოდ 4 ჰექსენ, 2 ონი. რადგან მეოთხე ნახშირბადზე გვაქვს ორმაგი ბმა, მეორე ნახშირბადზე კი გვაქვს კარბონილის ჯგუფი. უნდა დავაკონკრეტოთ ორმაგი ბმის პოზიცია, ანუ ეს cis არის თუ trans, ან e არის თუ z. გვაქვს ყველაზე უფროსი ჩამნაცვლებები საპირისპირო მიმართულებით, ანუ გვაქვს e პოზიციაში ჩვენი ორმაგი ბმა. ამის მეორენაირად დაწერად შეგვიძლია დავწეროთ უბრალოდ e hex 4n 2 ონი. თუ არ ვცდები, ალდეჰიდის მაგალითში დამავწყდა ორმაგი ბმის მიმართულების დაკონკრეტება. დიახ, ამ შემთხვევაშიც გვაქვს e პოზიციაში, რადგან ყველაზე უფროსი ჩამნაცვლებლები არიან საპირისპირო მიმართულებით. მივუწერ ბარემ რომ ესენი არიან e პოზიციაში, კონფიგურაციაში უბრალოდ. დავუბრუნდეთ კეტონებს და განვიხილოთ ბოლო ორი მაგალითი. ამ შემთხვევაში გვაქვს ციკლოჰექსანთან დაკავშირებული ჩვენი ჟანგბადი ორმაგი ბმით, ამას კი ქვია ციკლოჰექსანონი. ხოლო რაც შეეხება ამ მეთილის ჯგუფს, თუ დავნომრავთ ჩვენი კარბონილის ჯგუფიდან, აღმოვაჩენთ, რომ მესამე ნახშირბადზე გვაქვს მეთილის ჯგუფი, ანუ ეს გამოდის 3 მეთილ ციკლოჰექსანონი. და დაგვრჩა ბოლო მაგალითი, ამ შემთხვევაში გვაქვს 2 კარბონილის ჯგუფი ერთ მოლეკულაში. უნდა დავნომროთ ისე, რომ ყველაზე დაბალი რიცხვი გქონდეს ჩვენ ფუნქციურ ჯგუფებს, ანუ მარცხნიდან უნდა დავნომროთ. შესაბამისად, გვექნება
კეტონი მეორე და მეოთხე ნახშირბადებზე. რადგან გვაქვს 2 კეტონის ჯგუფი, ეს იქნება დიონი. ხოლო ამის სახელწოდება კი გამოვა 2,4 ჰექსანდიონი ან ჰექსან 2,4 დიონი.